ამათმაც დიმეტრომაცებმა საკმაოდ ისე ცოცხლად დაიწყეს ხარტად შეხვედრა. ახაც უნდა ვნახოთ ილეთები, არც ერთი უინტერესო ფინალი არ ქონია ესეთი ბევრი კარგი. ფინალურ ბლოკს ვერ დავემდურებით ნამდვილად. რამდენიმე დრამატული, რამდენიმე ძალიან ხარისხიანი ოქთაბრძოლა. იყო ტაქტიკური ჭიდაობაც, მაგალითად სულეიმანიშვილის შემთხვევაში ან თუ გინდა მარგიშვილის. ვიცი დაასრულებენ ძიმეწონოსნები. აბა ის უნდა გახდეს უნდა იაქტიუროს შევჯერებით ხელი დაუქმნიეს ჩხიხვაძეს. ჩემი აზრით ალბათ აი სანახაობრივობაც და დაძაბულობა და დრამატიზმიც რო შევადაროთ და გავაერთიანოთ, ალბათ მაინც 57 კილოგრამი და 74 უფრო გამორჩეული იყო. 79 უფრო ალბათ. გურიჭიანი ტულაშვილი. გურიჭიანი ტულაშვილი კი ბატონო. უბრალოდ აქ თუმცა ვერ ვიტყვით ეხლა რომ აი რიგოვას 4-ხულიანი ნამდვილად იმის მიუხედავად რომ სხვანაირად დამთავრდა საბოლოო შეხვედრა რიგოვას 4-ხულიანი ერთ-ერთი მშვენება იყო. ამასობაში 30 წამიანი ჩაურთეს ჩიხრაძეს. ერთი და ბოლო ხულით არავის არ მოუვია. არა, მოიგო ილეთით და ფულის უპირატესობით არც არ. თან ყველა შეხვედრაში საკმაოდ ბლომად ხულა გაკეთა, თქვა 2-1 ან 3-1 წარდამთავრებულა არც ერთი შეხვედრა. გავიდა წინ შავაც. კი ბატონო, დაწინაურდა 1-0. თუმცა ჯერჯერობით ახლა ეს ბევრს მაინც და მაინც გორს არ ნიშნავს. აგერ შეიძლება კიდევ ხულა დაუმატო შეეძლო ხა ილეცეც ეზრუნა ჩიხვაძეს, მაგრამ ამჯობინა ხალიჩიდან გაყვანა და ერთი ხულას დაიჯერდა 2-0 შავაძე დაწინაურდა. ნახევარ წუთი შესვენებამდე დამთავრდა პირველი პერიოდი 2-0 გიგა შავაძის სასარგებლოდ. ერთი პირველი ქულა მან მოიპოვა მეტოქის 30 წამიანი გაფრთხილების ხარჯზე, მეორე ქულა მეტოქის წრიდან გაყვანით. ნუ ილეთი არ წამაში გვინახავს, თუმცა უფრო მოსაწყენი შეხვედრა არ. დაიწყო მეორე პერიოდი. შეგახსენებთ, რომ პირველი პერიოდის შემდეგ 2-0 იგებს ბოლნისელი გიგა შავაძე. მეორე პერიოდი ზოგადად ჭიდაობაში წესებიდან გამომდინარე გადამწყვეტი გახდა და მთლიანად ახლა აი ამ ვითარებაში, როდესაც არც თუ ისე დიდი არის უპირატესობა შავაძისა და ძალიან ბევრი რამე შეიძლება მოხდეს ამ მეორე პერიოდში. რადიკალურადაც კი შეიძლება შეიცვალოს სურათი და არაერთი შეხვედრა გვინახავს უშინდა დღეს ამასე. ისე ვიძალა შავაძემ. კი ბატონო, ასე შეიძლება მოგება, არ მისცეს ხო ქულა? მისცეს. 13-0 უკვე შავაძის სასარგებლოდ ამგვარში. ასე მოიგო მაგალითად საჩხერებმა ჩხიდონიძემ გაშვებული კისრული შემდეგ.
აბა გაქვს სიგურდა შეხვედრაზე. ამასობაში 1 წუთი უკვე გავიდა მეორე პერიოდისა, 2 წუთი ცოტა ნაკლები რჩება შეხვედრის დასრულებამდე. აი ხა ჩიხრაძე კი ცდილობს ხელები შეუტანოს შეუკრას ზურგზე, მაგრამ შავაძეც არ აძლევს ამის საშუალებას. აქ ახლა პასიურობისთვის დაიჯება 30 წამით შავაძე, რომელსაც შეჩნევა მისცეს. თუ არ გააქტიურდა, მას ჩაურთავენ 30 წამიან საჯარიმოს. თუმცა ამასობაში უკვე დროც გადის. ებადამი ჩაურთავენ. ჩაურთეს 3-1 და 16 წამი ერჩება ოთხგზის დასრულებამდე. იწურება, ამოიწურა უკვე 30 წამიანი დრო, ერთი ქულა მიიღო ჩიხრაძემ. თუმცა მარტო ეს არ ყოფნის თუ უფრო მეტად არ გააქტიურდა და აი ახლა კიდე გაგავს. ისევ მიაწვა ახლა ბოლნისელი და მიიღო. კიდე გაიყვანა შავაძემ 4-1 უკვე მის სასარგებლოდ. ოცდაათი წამი უკვე შეხვედრის დასრულებამდე. ათი წამი და 4-1 შავაძის სასარგებლოდ. შავაძე ხდება ჩემპიონი, მეორე ადგილზე გიორგი ჩიხრაძე, მესამეზე გავიდნენ ცოტნე ბასილაშვილი და ზურაბ მაკაცარია, ის იყო ბოლო შეხვედრა დღევანდელი დღე შეგვიძლია შევაჯამოთ. ესეც კიდევ ერთი ახალი რეგიონი ოქროს მედალოსნებში ბოლნის. საქართველოს ჩემპიონები გახდნენ 23 წლამდელებში. ხასის ფლობელები. ხასის ფლობელები კი ბატონო, გორელები გიორგი ნიკა ზანგალაძე, ომარ გაზაშვილი, გოგა უთინაშვილი და დავით ფაცინაშვილი, შემდეგ საჩხეველი ლუკა ჩხიტუნიძე, ამბროლაურელი გიორგი გოგრიჭიანი, ონელი თორნიკე სამხარაძე, ქაველი ლეანდრო მარგიშვილი, გორელი მერაბ სულეიმანიშვილი და ბოლნისელი გიგა შავაძე.